თვითმფრინავები, რომლებიც მასთან არიან დაკავშირებული, წინ წაიწიეს ახლო აღმოსავლეთში, ირანულ ღერძისკენ. თვითმფრინავები, რომლებსაც არ ჰქონდათ ოფიციალური იდენტიფიკაცია, დაფიქსირდა იორდანიიდან გამოფრენისას. უცნობი დრონები კვლავ გამოჩნდნენ ირანის სენსიტიურ ტერიტორიებზე. და ახლა 14 ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრის სიკვდილი უფრო ღრმა ანალიზის საგანი ხდება. ეს შემთხვევა უკვე გაშუქდა წინა ვიდეოში, როგორც აფეთქება ირანის შიგნით. მაგრამ ამ სამშაბათს 2026 წლის 5 მაისს ფაქტს სხვა მნიშვნელობა ენიჭება. თეირანის ოფიციალური ვერსიის განხილვის ნაცვლად, რომელიც არაფეთქებულ საბრძოლო მასალაზე საუბრობს, ახლა ახალი ამბები ყურადღებას ამახვილებს საბოტაჟის ეჭვზე. და სწორედ აქ იწყებს შეუმჩნეველი საჰაერო ხომალდების გადაადგილება, დრონები მგრძნობიარე ზონებზე და შიდა აფეთქებები უფრო საშიშ სურათს ქმნის ირანის რეჟიმისთვის. ამ ყველაფერს ახლავე გიამბობ, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა კარგად ინფორმირებული დარჩე, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. მთავარი საკითხი მარტივია. ორი სატვირთო თვითმფრინავი LM-100J, რომელიც სუპერ ჰერკულესის სამოქალაქო ვერსიას წარმოადგენს, გამოჩნდა ფრენის მონიტორინგში იორდანიის რეგიონში. ერთ-ერთი მათგანი აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა ქუვეითის, საუდის არაბეთის, ერაყის ან ირანსთან ახლოს მდებარე მარშრუტის მიმართულებით. მეორე დასავლეთისკენ მიემართებოდა, მას შემდეგ რაც ისიც იორდანიიდან აფრინდა. ამ ტიპის საჰაერო ხომალდს შეუძლია გადაიტანოს პერსონალი, აღჭურვილობა, საკომუნიკაციო სისტემები და სენსიტიური მასალები. არ არსებობს ოფიციალური დადასტურება იმის შესახებ, თუ რა იყო ბორტზე, მაგრამ ჩუმად გადაადგილება მკაფიო ნიშნების გარეშე და თეირანთან კრიზისის ფონზე სამხედრო სიახლეებში განგაში გამოიწვია. კომპანია პალას ავიაცია უკვე მოხსენიებული იყო 2026 წლის იანვარში, როდესაც იგი ახორციელებდა LM-100J-ს, რომელიც დაკავშირებულია CIA-ისთვის მომსახურებასთან, კარაკაში ფრენისას. რაც ხსნის, რატომ იპყრობს ასეთი ტიპის საჰაერო ხომალდი ამდენ ყურადღებას, როდესაც ის კრიზისულ ზონებში ჩნდება. გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ აფეთქება, რომელმაც 14 რევოლუციური გვარდიის წევრი იმსხვერპლა, დაკავშირებული იყოს ირანის სამხედრო სტრუქტურის წინააღმდეგ ფარულომთან. ისლამური რევოლუციური გვარდია რეჟიმის ყველაზე მკაცრი ძალაა. ის აკონტროლებს შეიარაღებულ ქსელებს, მართავს დრონებს, რაკეტებს, სწრაფნავებს და მხარს უჭერს თეირანის მოკავშირე ჯგუფებს ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ფრონტზე. ირანული სახელმწიფო სააგენტო ირნას ვერსიაზე დაფუძნებული ცნობების მიხედვით. 14 ადამიანი ზანჯანის პროვინციაში დაიღუპა აუფეთქებელ საბრძოლო მასალასთან დაკავშირებული ოპერაციის დროს. მაგრამ ეს ახსნა სწორედ მაშინ ჩდება, როდესაც რეჟიმზე დიდი ზეწოლა. საბოტაჟის ვერსია ძლიერდება, რადგან ირანი უკვე არაერთხელ გახდა ფარული ოპერაციების სამიზნე. ნათანსში ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე ზონაში რეჟიმმა განიცადა ელექტროენერგიის გათიშვები, აფეთქებები და ზიანი მიადგა ურანის გამდიდრების სტრუქტურებს. 2021 წლის აპრილში თეირანმა ისრაელი დაადანაშაულა ბირთვული ობიექტის საბოტაჟში და შურისძიებით დაიმუქრა. როიტერსმა ეს ეპიზოდი აღწერა, როგორც ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ გრძელვადიანი ფარული ომის კიდევ ერთი თავი. ეს არის ნიმუში, რომელიც თეირანს აშინებს. ეს არ არის საჯაროდ გამოცხადებული ბრძოლა. ეს არ არის საზღვრის გადაკვეთის გზით შეჭრა. ეს არის შიდა დარტყმა, რომელიც ავარიად ჩანს. ხანძარი, ელექტროენერგიის გათიშვა ან აფეთქება. ამამდე სტაქსნეტმა უკვე აჩვენა მსოფლიოს, რომ ირანზე შიგნიდანაც შეიძლებოდა თავდასხმა, ისე რომ არც ერთი ჯარისკაცი არ გადაკვეთდა საზღვარს. ვირუსმა დააზიანა სისტემები, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდებოდა და თანამედროვე საბოტაჟის სიმბოლოდ იქცა. კვლევარები, რომლებსაც სააგენტო როიტერსი ციტირებს, მიუთითებენ, რომ სტაქსნეტის ვერსიები ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2007 წელს გამოიყენეს, სანამ ეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა. 2010 წელს თეირანისთვის ეს გზავნილი მძიმე იყო. ჯავშანი, პროპაგანდა და საიდუმლოება საკმარისი არ არის, როდესაც მტერი სამხედრო მანქანის ნერვულ სისტემას აღწევს. CIA-ს არ სჭირდება ისე ჩანდეს, თითქოს არავისთან კონდეს კავშირი, რომ შიში არსებობდეს. სააგენტოს ისტორია აჩვენებს, რომ სადაზვერვო ოპერაციები ხშირად მხოლოდ წლების შემდეგ ხდება ცნობილი, როდესაც დოკუმენტები, გაჟონვები ან მოწმეების ჩვენებები ჩნდება. ამჟამად რაც ჩნდება, თითქმის ყოველთვის მხოლოდ კვალია. დისკრეტული საჰაერო ხომალდები, არანორმალური მოძრაობები, დაზიანებული სენსიტიური ობიექტები და ოფიციალური ვერსიები, რომლებიც ცდილობენ ძალიან სწრაფად დახურონ ნარატივი. თვით ირანის ისტორია ამტკიცებს, რომ ეს უნდობლობა ძველია. 1953 წელს დეკლასიფიცირებულმა დოკუმენტებმა აჩვენა, რომ CIA-ն დაგეგმა და დაეხმარა პრემიერ-მინისტრ მოამად მოსადეკის გადაყენებაში.
ოპერაცია იყო პოლიტიკური, ფარული და გადამწყვეტი ირანის იმ პერიოდის მიმართულების შესაცვლელად. 10 წლეულების შემდეგაც კი ეს ეპიზოდი კვლავ ახსოვთ. ეს მძიმეა რეჟიმის მეხსიერებაში, რადგან აჩვენებს, რომ ვაშინგტონმა უკვე გამოიყენა დაზვერვა ირანის პოლიტიკაში პირდაპირი ჩარევისთვის. სხვაობა ახლა ისაა, რომ ზეწოლა მხოლოდ პოლიტიკის შიგნიდან აღარ მოდის. ის მოდის ზღვიდან, ჰაერიდან, დრონებით, დაზვერვით და აფეთქებებით რევოლუციური გვარდიის დაკავშირებულ ტერიტორიებზე. სხვა მტრულ ქვეყნებში CIA-ს გამოჩნდა ფარული მოქმედებების კავშირში იმ რეჟიმების წინააღმდეგ, რომლებიც შეერთებული შტატების მტრებად ითვლებიან. კუბაში ოპერაცია მონგუზი ორგანიზებული იყო ღორების ყურის მარცხის შემდეგ და მიზნად ისახავდა ფიდელ კასტროს რეჟიმის დასუსტებას ფარული მოქმედებებით, პროპაგანდით, პოლიტიკურ ზეწოლითა და საბოტაჟის გეგმებით. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ოპერაცია ჩატარდა CIA-სა და თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ედუარდ ლანსდეილის ხელმძღვანელობით. ეს ისტორიული მაგალითი აჩვენებს, რომ ვაშინგტონს უკვე გამოუყენებია საიდუმლო ოპერაციები CIA-სთან დაკავშირებული რეჟიმების დასასუსტებლად. როდესაც სამიზნე ტერორიზმს ეხება, მოდელი კიდევ უფრო პირდაპირი ხდება. 2011 წელს ოპერაცია, რომელმაც ოსამა ბინ ლადენი მოკლა, იყო მრავალი წლის განმავლობაში CIA-ს ხელმძღვანელობით ჩატარებული დაზვერვის შედეგი, რომელსაც ამერიკის მთავრობის სხვა სტრუქტურებიც უჭერდნენ მხარს. CIA თავად აცხადებს, რომ მისიის წარმატება იყო მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული რთული ოპერაციებისა და ანალიზების შედეგი. თავად ოპერაციები წლების განმავლობაში. CIA თავად აცხადებს, რომ მისიის წარმატება ოპერაციებისა და ანალიზების შედეგია. თავად ნებისმიერი მტრული სტრუქტურისთვის გზავნილი ნათელია. როდესაც ვაშინგტონი გადაწყვეტს სამიზნის პოვნას, საჯარო ფაზა როგორც წესი მხოლოდ ბევრად უფრო ხანგრძლივი და ჩუმად ჩატარებული სამუშაოს დასასრულია. 2022 წელს აიმან ალ-ზავახირი, ალ-ქაიდას ლიდერი, ასევე მოკლეს ქაბულში ამერიკული ოპერაციის შედეგად, რომელიც საერთაშორისო მედიამ CIA-ს მიაწერა. ის იყო ოსამა ბინ ლადენის მემკვიდრე და გლობალური ტერორიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. ეს შემთხვევა იმავე ლოგიკას ამყარებს. ამერიკული დაზვერვა ახერხებს ოპერირებას მტრულ გარემოშიც კი პოულობს მაღალი ღირებულების სამიზნეებს და მოქმედებს ისე, რომ ოპერაცია არ გადაიქცეს ღია ომში მთელი ერის წინააღმდეგ. ირანისთვის ეს შემაწუხებელი გაფრთხილებაა, რადგან რევოლუციური გვარდია იყენებს ქსელებს, სამალავებს, მოკავშირეებსა და სენსიტიურ ზონებს, დაახლოებით ისე, როგორც ის ორგანიზაციები, რომლებსაც შეერთებული შტატები 10 წლეულებია დასდევს. 2019 წელს ისლამურმა სახელმწიფომ ასევე დაკარგა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ამერიკული ოპერაციის შედეგად სირიის ჩრდილო-დასავლეთში. ASHIS-ის თავდაცვის დეპარტამენტმა მაშინ განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა მოკლეს ჯგუფის ლიდერი და ტრამპმა ოპერაცია შეაფასა როგორც ამერიკული დევნის დემონსტრაცია ტერორისტული ლიდერების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ლოგიკა იგივე იყო. აღმოაჩინო, ქსელი ალყაში მოაქციო, შეანცირო სარდლობის შესაძლებლობა და არ მისცე სტრუქტურას თავისუფლად მოქმედების საშუალება. როდესაც ასეთი ისტორია ირანის რევოლუციურ გვარდიას ადარებენ, ეს შედარება თეირანს აღიზიანებს. თავად ირანში დივერსიებისა და ჯაშუშობის მიმართ პარანოია მხოლოდ გაიზარდა. 2026 წლის მაისში როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა 2 კაცი ჯაშუშობაში ბრალდებით სიკვდილით დასაჯა. ერთ-ერთი მათგანი ბრალდებული იყო სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ნატანზის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში. 2024 წელს Associated Press-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია 4 კაცის სიკვდილით დასჯის შესახებ, რომლებიც ირანის მიერ ბრალდებულნი იყვნენ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ ქარხანაზე დივერსიის დაგეგმვაში და მოსადისთან კავშირის ბრალდებით. ეს ამბები აჩვენებს, რომ რეჟიმმა იცის, მისი ყველაზე დიდი სისუსტე შესაძლოა შინ იყოს. ინფორმატორები, გაჟონვები, რუკაზე დატანილი სამიზნეები და მოწყვლადი სტრუქტურები. სწორედ ასეთ გარემოში იძენს მნიშვნელობას CIA-სთან დაკავშირებული თვითმფრინავები. შეიძლება ისინი ზანჯანში დივერსიის ოპერაციას არ ამტკიცებენ, მაგრამ სწორედ საჭირო დროს ჩნდებიან ფსიქოლოგიური ზეწოლის გასაზრდელად. დისკრეტული თვითმფრინავები ომის ზონას მიზეზის გარეშე არ კვეთენ. ისინი შეიძლება გადაჰყავდეთ სადაზვერვო პერსონალი, საკომუნიკაციო აღჭურვილობა, მხარდამჭერი სისტემები, ანალიტიკოსები ან სენსიტიური მასალა. არავინ იცის რა იყო ბორტზე, არავინ იცის რა იყო ბორტზე, არავინ იცის რა ჩერ იყო ბორტზე. მაგრამ როდესაც ეს გადაადგილება ხდება, იმავე დროს, როცა რევოლუციური გვარდია წევრებს კარგავს, დრონები ირანის თავზე ჩნდება და ჰორმუზის სრუტე კრიზისშია, დივერსიის ვერსია სერიოზულ ჰიპოთეზად იქცევა. სხვა ქვეყნების მაგალითები ამყარებს ამ ნიმუშს. ავღანეთში ალ-ქაიდას ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში ნადირობდნენ, სანამ თავისი მთავარი ფიგურები არ დაკარგა.
სირიაში ისლამური სახელმწიფოს ლიდერობა ამერიკული ოპერაციების შედეგად დაზარალდა. კუბაში კი ცივი ომის დროს გამოჩნდა როგორ იყენებდა CIA ფარულ მოქმედებებს მტრული რეჟიმების დასაწოლად. თავად ირანში ნატანზი ინდუსტრიული და კიბერსაბოტაჟის სიმბოლოდ იქცა. მეთოდი სცენარის მიხედვით იცვლება, მაგრამ ლოგიკა უცვლელი რჩება. როდესაც სტრუქტურა ამერიკის ინტერესებისთვის პირდაპირ საფრთხედ აღიქმება, ვაშინგტონი იყენებს დაზვერვას, სამხედრო ზეწოლას და ფარულ ოპერაციებს მისი შესაძლებლობების შესამცირებლად. ეხლა რა მოხდება შემდეგ? დამოკიდებულია იმაზე, გააგრძელებს თუ არა რევოლუციური გვარდია ხორმუზის ბლოკირებას, გემებზე თავდასხმას ან რეგიონალური მილიციების გააქტიურებას. ასეთ შემთხვევაში ამერიკის ზეწოლა როგორც წესი იზრდება. თუ ირანში ახალი აფეთქებები მოხდება, თეირანი შეიძლება გაამკაცროს დაპატიმრებები, სიკვდილით დასჯები და ჯაშუშობის ბრალდებები. და თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთან დაკავშირებული თვითმფრინავები მართლაც უფრო დიდ ოპერაციას უჭერენ მხარს, რეჟიმს შეიძლება უფრო მძიმე პერიოდი დაუდგეს. არა მხოლოდ ხილული დაბომბვები, არამედ უხილავი გამოფიტვის კამპანია საწყობების, კომუნიკაციების, ტექნიკური პერსონალისა და სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ. საბოლოოდ 14 დაღუპული წევრი უკავშირდება ეჭვს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალი დივერსიული ტალღის დაწყებასთან რევოლუციური გვარდიისა და ირანის რეჟიმის სტრუქტურების წინააღმდეგ. ირანი ამას უბედურ შემთხვევას უწოდებს. მაგრამ ნატანზის, სტაქსნეტის, შიდა ჯაშუშობის, ალ-ქაიდას წინააღმდეგ ოპერაციების, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებისა და ფარულად მოძრავი თვითმფრინავების ისტორია აჩვენებს, რომ როდესაც ამერიკული დაზვერვა იწყებს მოქმედებას მტრულ რეჟიმთან ახლოს, შემდეგი აფეთქება იშვიათად აღიქმება როგორც უბრალო დამთხვევა. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.